გამარჯობა. ეს 2024 წლის ეროვნული გამოცდის ტესტია მათემატიკაში, პირველი ვარიანტია. ამ ტესტის მიხედვით ახლა ნახოთ როგორ უნდა მიიღოთ მინიმალური კომპეტენცია, როგორ უნდა შეასრულოთ ის ასე ვთქვათ, მინიმუმი, რომ გამოცდაში ბარიერი გადალახული გქონდეთ. ეს სხვა უნივერსიტეტისთვის სხვადასხვა არის, ავიღოთ, რაღაც დავუხოთ 24 ხოლახო ესეთი დაახლოებით, ხო? აი დავიწყოთ პირველი ტესტიდან. 1 მე-10-ს უნდა გამოვაკლოთ 6 მე-10. 0-1 უნდა გამოვაკლოთ 0-6 და ეს -0.5-ია, ხო? -0.5. ქვემოთ რა იქნება? 1/3-ს უნდა გამოვაკლოთ 0.4. აი 1/3-ს უნდა გამოვაკლოთ 0.4. ეს იქნება 0.9. 0.5 რომ -0.5 რომ -0.9-ზე გაყო, ეს არის -5/9. აი პასუხი. ახლა მეორე ტესტზე გადავიდეთ. ესე იგი მეორე ტესტი ესეთია, კანონტროლული რიცხვის 8-ზე გაყოფის შედეგად მიიღება 3 სტოპინგში. ქვემოთ ჩამოთვლიდან რომელი იყოფა 8-ზე უნარში. ეს კარიცხი რა შეიძლება იყოს? 3 შეიძლება იყოს, ხო? ან 11 და 3 დავუშვათ, ხო? 3 რო 8-ზე გაყოფით, ნაშთი 3, ან 11 შეიძლება იყოს, 11 რო 8-ზე გაყოფით, ნაშთი 3. რომელი გაიყოფა უნარშთოთ, ესე იგი 3-ს უნდა დავამატოთ 5, ხო? კას 5 უნდა დავამატოთ, ხო? აქ 4-ია დამატებული. აქ 2 კას რო 2 გამოვაკლოთ. 2 კა იქნება 6 და 2 გამოვაკლოთ იქნება 4. 2 კას რო 2 დავამატოთ, აი ეს იქნება, აი. ეხლა ზუსტად. 2 კა 2 ჯერ 3 არის 6 და 2 რო დავამატოთ არის 8, უნარშთოდ გაიყოფა. ან 2 ჯერ 11 არის 22 და 2 რო დავამატოთ არის 24, უნარშთოდ გაიყოფა ესეთ რა. ამიტომ პასუხი D არის. ახლა მესამე ამოცანა ვნახოთ. აქ ესეთი ამოცანაა, პროცენტზე არის ფასმა მოიმატა 15%, ფასმა მომატების შემდეგაც რამდენჯერ გაიზარდა როულის ფასი. დავუშვათ ეს როული და 100 თეთრი, ხო, ან 100 ლარია. სადაც 15% რომ მოიმატა, გახდა 115. რამდენჯერ გაიზარდა? 115, 100-ზე უნდა გაყოთ რა. 1/15 მე-100 ჯერ. ხო, აი ესეთი პასუხი არის, 1/15 ჯერ. არის აქ პასუხი. ხო, მეოთხე ამოცანა. აქ მოცემული გვაქვს, რომ ესე იგი AC და BD მონაკვეთები ერთმანეთს მკვეთენ კაწერტილში, ესეთი იპოვეთ ACD კუთხის გრადუსული ზონა. ACD აი ეს კუთხე უნდა ვიპოვოთ, ეს არის X. ACD. ხო, თუ კუთხე BAC არის 28 გრადუსი, ესე იგი BAC აი ეს აკახოთ. BAC აი ეს არის 28, ეს არის. შემდეგ ABD აი ეს კუთხე არის შუაში B არის, ხო? ეს არის 77. ეს რახან ორი კუთხე ვიცით 77, 15 არა. ხო, უკვე ეს K კუთხეც გასაგები იქნება და ეს კუთხე შესაბამისად, ხო? 28 და 77 არის 5 ერთს ვინახავთ და 105 გრადუსია და არის 75 გრადუსი არის K. ეს არის 75. აი ეს. ხო, რაც შეეხება აი ამ BDC კუთხეს, ესეც მოცემულია, ეს არის 78. 78 და 78 რო შევგვირგვოთ 3 ერთს ნახავთ 14 15 173. და ამას ახლა 7 დავამატოთ და 2, ხო, 27. ასე ვთქვათ, ესე იგი 27 გრადუსი არის ეს C კუთხე, ვინაიდან ხო, ახლა ეს არის ამიტომ პასუხი არის ისიც რა. 180 გრადუსი უნდა შესრულდეს, სამ კუთხეში შეგაკუთხეების ჯამი არის ისე რა ქვია, 180 გრადუსის. ესე იგი, აქ ახლა ესეთი ამოცანა გეომეტრიული. წრეწირი ეხება ტოლფერ და ტრაპეცის 4-ვე გვერდს. იპოვეთ ამ ტრაპეცის პერიმეტრი. თუ მისი ფერდი 7 სანტიმეტრის ტოლი. ეს ტოლფერდა არის, ერთი ფერდი არის 7 სანტიმეტრი. ეს წრეწირი შინითაა ჩახაზული რა. და ნახავს რომ გავაკეთებ ერთ წრეწირს დავხაზავ ესე და ახლა ტრაპეცია აქვს, ტოლფერ და ტრაპეცია დავახაზოთ ზემოდან. და ესეთი. ესეთი რაღაცა არის ტოლფერ და ტრაპეცია. ესეთი რაღაცა. და ეს არის 7 დავუშვათ, ხო? ეს გვერდი, ესეც 7-ია. ყველა გვერდი ეხება ამას. ტრაპეციის ყველა გვერდს ეხება წრეწირი და ტრაპეციის პერიმეტრი უნდა ვიპოვოთ რა. ეხლა აი აქ შეხედეთ აქ ხო ცენტრი არის, ამ წრეწირის ცენტრია. ცენტრიდან აქ ეხლა რომ გავავლოთ ესე მონაკვეთები, ხო, რა თქმა უნდა, ამის მართობი იქნება რა ესა და ესეთი ის იქნება რა. ზუსტად რომ დავხაზოთ, ესეთი ნახაზი გამოგება ჩვენ ასეთი. აი ეს. და ეს ახლა ესე ეხება, აი ეს არის, დავუშვათ ეს ესეა.
ეს 7 არის, ხო? ესე 7-ია. ნუ აი ეს არის რაღაც x-ი დავუშვათ. ესეც არის 7-6. ესეც x-ი არის, ეს 7-6. ესეც არის 7-6-ი არის. რახანა 7-6, ესეც არის 7-6. ეს. ნუ ამათი ჯამი რო შევკრიბოთ 14-2x-ი არის რა, 2x. ეს x-ი არის. და აი ესეც 2x-ია და ეს 6-ი, ეს 2x-ი არის რა. ხო, ესე იგი, ეხლა რო შევკრიბოთ ეს ფუძეები, ხო, 2x და 14-2x იქნება 14. ესე არის. აქეთ 7-ია და აქეთ 7-ია, ეს 14 და 2 ჯერ 14 იქნება 28. ესე იგი 28 სანტიმეტრი არის ამისი პერიმეტრი, ასე ვთქვათ. ნემისი ტრაპეციის. ეხლა ესეთი ამოცანა გავაკეთოთ, ხო? ქვემოთ ჩამოთქვან რომელ შუალედს ეკუთვნის 3 მეორე ხარისხი. ეხლა რა არის ეს 2 მეორე ხარისხი? ჯერ ეს გავაკეთოთ, ხო? ეს არის 2 კუბში და აქედან კვადრატული ფესვი. ასეთი რაღაცა. 2 კუბში თავის მხრივ არის 8. ესე იგი ფესვი როდან არის? ეს კვადრატული ფესვი როდან? 8 თავის მხრივ არის 4/2, ხო? 4-დან შეგიძლია ფესვი ამოიღო 2 არის და ფესვი 2. ახლა 2 ფესვი 2-დან, ახლა ფესვი 2 თუ გახსოვთ თქვენ, არის 1/4 დაახლოებით, ზუსტი მნიშვნელობა ეს ირაციონალური რიცხვია და ეს უსასრულო გრძელდება. რა ვაკეთებ? დავამბობთ 1/4 და 2/4-ია რა. 2-ზე რო გამოვავლოთ 2/8 არის. ნუ მოკლედ, აი ჩვენ ესეთი რიცხვი გვაქვს რა, აი ესე იგი. ეს რიცხვი არის აი ესე 2/8 რა, 2/8 დაახლოებით, ხო? ეხლა პირველი ინტერვალი ავიღოთ, აქ 2-დან არის. აი ეს ყველა ინტერვალი 2, ეს 2/5-ია, ეს 5 მეორედი არის 2 და ეს არის 2/1/3, ეს არის 2/5, ეს არის 2/3 ანუ 6/1. ნუ ყველა ეს არის 2/8-ზე ნაკლები, აქეთკენ არის სულ პირველი, მაგრამ აი ახლა მეორე რიცხვი, მეორე ინტერვალი ავიღოთ. 7/3. 7/3 არის 2/1/3, აი სადღაც აქ არის 2/3. ხო, ეს ამ შუალედში არ არის, აი აქეთ არის, ხო? ესე 5/2 არის 2/5 და ესეც აი აქ არის. ეს ამაზე ნაკლებია. 13/5 თავის მხრივ 2/6 და ეს აქეთ ნაკლებია ამაზე რა. ამიტომ ეს იქნება აი ზუსტად 13/5-დან 3-მდე. ამ ინტერვალში იქნება ეს რიცხვი რა. ეხლა ეს ამოცანა. თუ ADB რიცხვები აკმაყოფილებენ ტოლობას, a კვადრატს პლუს ab პლუს b კვადრატი უდრის 3-ს, მაშინ ქვემოთ ჩამოვიდეთ ტოლებიდან რომელია ყოველთვის ჭეშმარიტი. პირველიდან დავწყოთ ეს პირველი რა არის? აქ b-a, ხო? b-a ისი ტოლია. ეს არის b-a. უნდა გავამრავლოთ a კვადრატს პლუს ab პლუს b კვადრატი. და თუ აი ეს 3-ის ტოლი არის პირობის თანახმად, მაშინ ეს იქნება უყურეთ b-a გავამრავლოთ 3-ზე. ხო? ეს ფრჩხილებს გარეთ 3 რო გაიტანო, აქ არის 100-b, ხედავთ, b-a არ არის. b-a სად იქნება? ანუ ეს b პლუსები სადაც არის გამოვიწყოთ და ეს იქნება აი b-a. თუ შეგიძლიათ შევამოწმოთ, ხო? ესე იგი ეს შეიძლება b-a ფორმულის მიხედვით, ხო? a კვადრატს პლუს ab პლუს b კვადრატი. და ეს პირობის თანახმად ეს არის 3-ის ტოლი, ხო? ესე იგი 3 b-a არის ეს. და აქაც 3 რო გაიტანოთ ფრჩხილებს გარეთ, 3 b-a. ეს პირობა იქნება დაკმაყოფილებული. ამიტომ აქ პასუხი არის D როგორც ხედავთ. ხო, ეხლა მერვე ამოცანა, რა უდიდეს მნიშვნელობა შეიძლება მიიღოს a კვადრატ მინუს 2b გამოსახულებამ, თუ ცნობილია რომ a არის -4 და 3 შორის, თან -4 და 3 იწლება და b კიდე -1 შატლით +2 შორის. ხო, აქ პირობა ესეთი უდიდესი მნიშვნელობა, უდიდესი მნიშვნელობა ნიშნავს რომ ეს საკლები უნდა იყოს რაც შეიძლება დიდი და მაკლები რაც შეიძლება პატარა. ნუ a მოდულით უნდა იყოს დიდი, რაც შეიძლება, იმიტომ კვადრატში რო იყოს დიდი რიცხვი უნდა მიიღო. ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია ავიღოთ რომ a ტოლია -4-ის, ხო? -4-ზე დიდი მოდული a-ს არ იქნება. a უდრის -4-ს არის. და -4 კვადრატში იქნება 16, ხო? 16 იქნება. ეხლა ამას უნდა გამოვაკლოთ 2 და უნდა გამოვაკლოთ b. b რაც შეიძლება პატარა უნდა ავიღოთ, იმიტომ რაც შეიძლება მცირე რიცხვი უნდა გამოვაკლოთ ამას. ყველაზე პატარა აქ არის b-ს მნიშვნელობა შეიძლება იყოს -1, ხო? აი -2 -1-ზე გამრავლო არის +2. და სწორედ აი ესეთ იქნება, ეს რომ ესე b რო ავიღოთ -1, ეს იქნება 16 + 2 არის 18. 18 არის უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც შეიძლება მიიღოს ამ გამოსახულებამ, აი ასეთ პირობებში, როცა a და b-ს მნიშვნელობები არის ესე განსაკუთრებული. ეხლა ესეთი ამოცანა. y უდრის k1x + b1 ფუნქციის გრაფიკი არის ab ტრფი. აი ეს ტრფი არის ეს ab. ეხლა ეს.
ხოლო y უდრის k2 x b2 plus b2 არის ეს b-წერტილი. სურათზე დაყრდნობით დაადგენთ ქვემოჩამოთვლიდან რომელი უტოლობაა ჭეშმარიტი. დავიწყოთ, განვიხილოთ ახლა პირველი უტოლობა b2 ნაკლებია 0-ზე. b2 რომელია? b2 არის ეს b-წერტილი, სადაც კვეთს y-ს, ეს არის b2. ეს 0-ზე ნაკლები აშკარად არ არის, 0 აქ არის, 0-ზე მეტია. ამიტომ ეს უტოლობა არ ვარ. მეორე, b1 მეტია b2-ზე. b1 ეს არის. ეს არის 0-დან აქამდე, მანძილი. ეს b1 ამ b2-ზე ნაკლებია აშკარად, მეტი არ არის, ამიტომ არც ეს უტოლობა არ ვარ. k1 ნაკლებია k2-ზე. ეს უნდა დავადგენოთ, k1, ეს k1 ნაკლებია 0-ზე, ეს არ არის სწორი, იმიტომ არც k1 და k2 აქ არც ერთი არ არის 0-ზე ნაკლები. ორივეს დადი ფუნქციაა და k1 და k2 0-ზე მეტი. ამიტომ დაგვრჩა ჩვენ ეს g პასუხი, ეს არის სწორი პასუხი, k1 ნაკლებია k2-ზე. მაგრამ ისედაც შეგვიძლია ეს გავიგოთ, რომ k1 k2-ზე ნაკლებია. k1 და k2 არის დახრილობა, ამ გრაფიკის დახრილობა და ეს კიდე ამ გრაფიკის დახრილობა არის, ხო? ესე იგი, ეს არის k2, ეს b-წერტილის დახრილობა და ab-წერტილის დახრილობა კიდე k1 არის. და როგორც ხედავთ, კუთხე, რომელიც მეტია დახრილობის კუთხე, რაც უფრო ციცაბოა გრაფიკი, მისი k არის უფრო დიდი. ამიტომ k2 მეტია k1-ზე, როგორც აქ წერია რა, k1 ნაკლებია k2-ზე. და ეს არის სწორი პასუხი. მოდი ახლა ნახოთ ეს ამოცანა. იპოვეთ a პარამეტრის ყველა იმ მნიშვნელობების სიმბოლო, რომელთათვისაც ამ განტოლებას აქვს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ნამდვილი ამონახსნი. ეს კვადრატული განტოლება. კვადრატულ განტოლებასთან ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ნამდვილი ამონახსნი მაშინ აქვს, როდესაც მისი დისკრიმინანტი არის მეტი 0-ზე. დისკრიმინანტი უნდა იყოს 0-ზე მეტი. ეხლა აქ დისკრიმინანტი რა არის? დისკრიმინანტის ფორმულა არის b² - 4ac. ხო, ეს არის ფორმულა. ჩვენ შემთხვევაში a არის 2 სტოლი, b არის -2 სტოლი და c არის a-ს -6. b² იქნება 4 -4, a გავამრავლოთ 2-ზე, a არის 2 და c არის a-ს -6. ესეთი რაღაცა. ეს უნდა იყოს მეტი 0-ზე. ხო, 4-ს მინუს ახლა 4-ჯერ 2 8 არის და 8-ჯერ a არის -8a და პლუს 8-ჯერ 6 არის 48. ეს მეტია 0-ზე. აქედან გამომდინარე 8a არის ესე იგი ნაკლები 52. რატომ ახლა -8 არის მეტი -52-ზე და აქედან გამომდინარე 8 ნაკლები 52-ზე და a თავის მხრივ უნდა იყოს ნაკლები 52 მერვედზე. 52 მერვედი თავის მხრივ ტოლია 6 მთელი და 4 მერვედი, ანუ 6,5 და არის ნაკლები 6,5. 6,5 13 მეორედი ეგრევე. ესე იგი ეს რა იქნება მინუს უსასრულობიდან არის მინუს უსასრულობიდან 13 მეორედამდე, ხო? ესეთი რაღაცა. აი ესეთი ფრჩხილი არა. 13 მეორეზე ეს უკვე 0 სტოლი გახდება. 13 მეორედამდე, აი ესეთი ფრჩხილი. ანუ პასუხი არის g. აი ეს.